საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული კოალიცია ცვლილებისთვის წევრი საბა სხვიტარიძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ძალაში დატოვა. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ჩვენ წარვადგინეთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც მირია ქავთარაძე თეონა ჭალიძეს ურტყამს ხელს. რის შემდეგაც ხდება დაპირისპირება. მირია ქავთარაძე ბრუნდება და თავს ესხმის იყოფ მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის, რომ იყოფი მოქალაქეები იყვნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ეგრეთ წოდებული ტიტუშკისგან და არა პოლიციელისგან. ეს იყო ჩვენი მოსაზრება და წარუდგინეთ ეს მტკიცებულებები. სასამართლომ არ შეხედა ეკრანს. ანუ ეს იყო მე ვეუბნებოდი შეხედა ეკრანს, მეთქი სასამართლო არ უყურებდა ეკრანს. ძალით არ უყურებდა ეკრანს. ხო და მე ხა ხო არ დავაძალებდი შეხედოს დამატებით. იმედია მესამე მოსამართლე შეხედავს და შევახედებთ ეკრანს. გამოძიებელმა მიიღო პატაკი, რომ საბა სხვიტარიძე სავარაუდოდ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული. ანუ ჩვეულებრივად გამოძიება ამ ადამიანის პატაკის საფუძველზე დაიწყო. ადამიანის კი არა, გამონძიების პოლიციელის პატაკის საფუძველზე. და ეხლა პროკურატურა ამბობს, რომ ეს ადამიანი თურმე გამოძიებაში არ მონაწილეობდა, იყო ჩვეულებრივი მოქალაქე. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. გარდა ამისა, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა. დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს თავაზობდა, რომლის ოდენობის განსაზღვრად სასამართლოს მიანდეს. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. რატომ პროკურორი თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე, თქვენ რომ თავს გასმოდნენ და თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში დაერქვათ. საფრთხე შექმნიდა თქვენს მეგობრებს და თქვენ თავს დაუყრდით და არც არ მოიმოქმედებდით? მე დამაყავს, მაგრამ თავისუფლება ვერ ზანახავს. საქმის კედლები სულ უგოსავი ჩემთვის, რომ ჩემი თავისუფლება მაინც ვერ იქნება. მე დამაყავს იმის გამო, რომ ჩემთან მე და ჩემთან ერთად ყოფებს თავს გადასხა ტიტუშკა და ეს არანაირი პოლიცია და ყოფილა ეს ტიტუშკა, რომელიც თავს გადასხა, რომელსაც არანაირი საცნობი ნიშანი არ ქონდა პოლიციების. იძალა და ხალხზე გვაგინებდა და აგრესიით გამორჩეოდა ჩვენი მიმართულებით. მე მოვიგებდი ის. ამის გამო მე გამიტაცეს, მე მაწამის განყოფილება შევურჩე. რის შემდეგაც ეს არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამოცეს. და დამამრავლეს პოლიციელზე ძალადობა, რაც არის სრული აბსურდი. სხვიტარიძემ აქციების ფარგლებში სხვა დაპატიმრებულების შესახებაც ისაუბრა. ბრალდებულმა სხდომიდან სოლიდარობა გამოუცხადა სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს, მათ შორის ქალპატიმარს მზია ამაღლობელს. ეს არის დიქტატურა. ეს არის უსამართლო. მე არ ვიცი, რას გიხდიან ან რით გაშინებენ. მაგრამ აი ეს ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უსამართლობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით გვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიდათ განაჩეს ყოველი თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაყავს, მაგრამ ყველას ვერ გავიგებთ. ქართველი ხალხი არ დათანხმს ევროპულ მომავალს. ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე. მოვა დრო და რეჟიმი თქვენს როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის, ისინიც მოგიშორებენ თავიდან და უსამართლობის წინაშე თქვენს დადგებით. მაგრამ რადგან ამ უსამართლობის დამკანონებელი თქვენ იქნებით. თავისუფლება რეჟიმის წვერებს, თავისუფლება მზია. პროკურორი როინ ხინთიბაძე შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ სხვიტარიძის პატიმრობაში დარჩენის როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობდა. პროკურორის განმარტებით გასათვალისწინებელია ბრალდებულის ნასამართლეობა. მისივე თქმით, სხვიტარიძის მიმართ წარსულში უკვე გამოყენებულია სხვადასხვა სახის შეღავათები. პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, იმ კონკრეტულ ქმედებას, რის გამოც სხვიტარიძე წარსულში გასამართლდა
არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. ამასთან ის ქმედება ძალადობას არ მოიცავდა. ის საფრთხე ის იგივე ინტენსივობით არსებობს, როგორც არსებობდა პირველ წადენის ხმაზე. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იყო თავად ქმედების ხასიათი, სად მოხდა მისი ჩადენა, როგორ მოხდა და ასევე ბრალდებულის პიროვნება. სახეზე მქონდა პოლიციელი ჯანმრთელობის ხელყოფა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია. სახეზე მყავდა პოლიციელი, რომელიც ჯანმრთელობა იყო დაზიანებული, თავი ჰქონდა მას გატეხილი. სახეზე მქონდა საჯარო სივრცეში ქმედების ჩადენა, რომელიც მომეტებულ საფრთხეზე მიუთითებდა. სახეზე მქონდა ბრალდებულის პიროვნება, რომლისთვისაც გადაულახავ წინააღმდეგობა სხვა ადამიანების ჯანმრთელობა არ წარმოადგენდა ნებისმიერ დროს ამ ქმედების ხასიათიდან გამომდინარე მზად არის მიუთითებს ეს ყველაფერი იმაზე, რომ მზად არის ჩაიდინოს მსგავსი დანაშაულები და მისთვის არც ჯანმრთელობა წარმოადგენს გადაულახავ წინააღმდეგობას, როგორც აღნიშნებდა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ბრალდების ხარეს და მოგახსენებთ შემდგომს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აუცილებელია მათ შორის რომ არსებითად ახალი გარემოება იქნეს წარმოქმნილი წინასწარ სამართლის ხდომაზე, ხოლო ბრალდების ხარები თქვა რომ ეს ახალი გარემოება არ არის წარმოქმნილი. ჩვენ საპირისპიროს გეტყვით პირველი წარდგენის დროს არ არსებობდა ათობით მოწმე, რომელიც დაცვის ხარემ წარმოადგინა. მე დეტალიზაციაში აღარ შევალ, მაგრამ ყველა მოწმე აღწერს იქ მყოფ ადამიანებს, როგორც ეგრეთ წოდებულ პიტუშკებს, რომლებიც იგინებოდნენ კონკრეტული მოქალაქეების მიმართ. შეუძლებელია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე განვიხილოთ მტკიცებულების გარეშე. და რატომ? იმიტომ რომ საგამოძიებო კოლეგიას მითითებული აქვს დანაშაულის ჩადენის ასე ვთქვათ ხასიათი, საფრთხე, საჯაროობა და ასე ვთქვათ პოლიციელებთან დამოკიდებულება. ბრალდების ხარემ აღწერა თითოს საბას ხვიტარიძე რო გაუშვა გარეთ 20 კაცს ეგრევე ეცემს, რომელიც აქამდე არ გაუკეთებია არასდროს. წინანასამართლობა ახსენა და ძალადობრივი არ ყოფილა, მაგრამ მოსამართლეს ბრალდების ხარემ თავად კარგად იცის და მაგიტომაც არ ახსენა სავარაუდოდ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იქნა საბას ხვიტარიძე გასამართლებული. ანუ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ ქმედებას ამ ქმედებასთან, ძალადობასთან მით უმეტეს. ჩომახაშვილის თქმით, საქმეზე ახალი გარემოებაა გამოვლენილი, კერძოდ კი საქმეში ბრალდებულის მამის გამოკითხვის ოქმია წარმოდგენილი. ასევე მისი თქმით, საქმეში ვიდეო მასალაა წარმოდგენილი, სადაც ჩანს პოლიციელი მირიან ქავთარაძე როგორ უთხრამს მოწმეს სახეში ხელს. ჩომახაშვილის განმარტებით, რადგან პოლიციელია და კანონს არღვევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეს მისი მოგერიების უფლება არ აქვს. ადვოკატის თქმით, პოლიციელი ქავთარაძე ადგილზე შავებში გამოწყობილი პირბადით იყო ისე, რომ სახე არ უჩანდა და მოქალაქეებს აგინებდა და შეუძლებელი იყო მისი პოლიციელად იდენტიფიცირება. ადვოკატის თქმით, საბას ხვიტარიძე ამ საქმეში დაზარალებულია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებით დაზარალებულად იქნა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი და წარმოგიდგინეთ საქმეში, რომ ამ საქმეზე აი იმ პოლიციელებმა, რომლებმაც დააკავეს და მოიყვანეს და ის პოლიციელები, რომლებიც დღეს მოწმის სახით ყავს ბრალდების ხარეს მითითებული, მონაწილეობდნენ საბას ხვიტარიძის მიმართ წამების დაფარვაში და მონაწილეობაში. ეს ახალი მტკიცებულება წარმოვიდგინეთ. მეტი მტკიცებულება და მეტი სიახლე რა გინდათ, რომ თავად ბრალდების ხარემ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ არსებობს საფუძვლიანი, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები, რომ საბას ხვიტარიძე დაექვემდებარა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას და არასწორ მოპყრობას. ეს არის ახალი გარემოება. ეს ერთი, მეორე, ახალი გარემოება არის ზაზას ხვიტარიძის გამოკითხვის ოქმი. ზაზას ხვიტარიძე თქვენ თქვით, რომ ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ძალიან კარგად მიცნობოდა, სათათბირო და არც კი გაგვედით ჩემს დასაბუთებულ შუამდგომლობის გამოცხადებაზე.